სახელმწიფო კონსერვატორიის მთავარი სცენა. ერთი როიალი და მუსიკის გარშემო გაერთიანებული ორი თაობა. ცნობილი პიანისტი და ხელოვანი ვალერიან შიუკაშვილი კონცერტის წინ პატარა მუსიკოსებს ბოლო რჩევებს აძლევს. ბავშვები უნდა მივაჩვიოთ სცენას. სამხელა დარბაზში დააკურა, ეს არ არის პატარა საქმე. ბავშვები მას ყურადღებით უსმენენ. შემდეგ კი როიალთან ადგილს მორიგეობით იკავებენ და კონცერტამდე გამოვლეს შრომას იხსენებენ. მუსიკოს შეჭდება უწევს ძალიან დიდ შრომასთან, ფსიქოლოგიურ მზადყოფნასთან და კიდე რაღაც ალბათ ინტუიციაც უნდა გქონდეს, ბუნებრივი, რომ თავი მოაბა ყველაფერს, რომ სცენაზე გახვიდე. არც ამ სცენამდე მოსვლა ყოფილა ადვილი. ვალერიან შიუკაშვილმა გასული წლის ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებული 12 ბავშვი შეკრიბა და ჩაიკოვსკის წელიწადის დროების 12 თვე სათითაოდ ჩააბარა. როდესაც ჩაიკოვსკის ამ კონკრეტული ნაწარმოების მუშაობა დაიწყე, საკმაოდ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდით, რადგან იქ იყო პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც ამ მთლიან ნაწარმოებს ჰქმნიდა ასეთ სავსეს. ჩაიკოვსკის აქვს ეს რაღაცა ამდაგვარი სისადავე და არ უხდება ჩაიკოს რაღაცების გადაჭარბება და ალბათ ეს არ ერთული. ნაწარმოებზე მუშაობისას სირთულეების დაძლევა მენტორთან ერთად ხდება. კარგი პედაგოგი ჩემთვის, იცით რა არის, რომ როდესაც პედაგოგი ხდება ბავშვის ხელა და მე ერთად იზრდებიან. აი ეს არის ყველაზე კარგი და ყველაზე ნაყოფიერი მუშაობა. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვალერიანი იყო ჩვენთვის. თითქოს შენ ხელაა და ისე გესაუბრება. ძალიან განსხვავებული მუსიკოსია, თავისი ნიშა აქვს ძალიან განსაკუთრებული და თითოეული მის რჩევა იყო ძალიან განსაკუთრებული. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, მასთან ყოველი ურთიერთობა, ყოველი დღე და ყოველი მუშაობა არის ძალიან დიდი ბედნიერება. ის ყოველთვის ცდილობს ჩვენს ასაკს შეუსაბამდეს და ისე აგვიხსნას ყველაფერი. 1 2 3 4 სანამ კულისებში შეძახილები ისმის, დარბაზი მაყურებლით ივსება. ჩაიკოვსკის 12 თვის ერთ-ერთი წარმომადგენელი როიალთან ადგილს იკავებს და დიდი აუდიტორიის წინაშე პირველი აკორდის აღებას ბედავს. დროს ძალიან ნერვიულობთ. როდესაც პირველად გამოდიხარ, ხედავ ამ ხელა პუბლიკას, უნდა დაჯდე და დაიწყო და პირველი აკორდი უნდა იყოს ისეთი, რომ მაყურებელს მოუნდეს შენი მოსმენა. პირველი აკორდი განსაზღვრავს მერე მთელ შესრულებას და მთელ ნაწარმოებსაც და ამიტომ ეგ არის ყველაზე რთულად შესრულებელი მუსიკოსთვის. გამძლეობა არის საჭირო, ძალიან დიდი გამძლეობა არის საჭირო სცენაზე გამოსვლის, ეს ნერვიულობის გადალახვა. ღონისძიების მიზანი შესრულდა და პირველი აკორდის სირთულეც გადალახულია. პროექტი ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ თბილისის მერის მხარდაჭერით წელს პირველად შედგა. ბავშვების მიერ აღღერებული წელიწადის დროები როიალთან ერთმანეს ჰარმონიულად ცვლის. მაყურებლის თვალი ადვილად შეატყობს ასაკისათვის მოულოდნელ საშემსრულებლო ტექნიკასა და გაწეულ შრომას. ვცდილობდი, რომ ერთმანეთი ემეცადინებინათ და იქ რო ბავშვი გრძნობს, რომ ის ვითომ პედაგოგია, ის უკვე რაღაცა იმ დეტალებს ამბობს, რაც ქვეცნობიერში თვითონ უნდა რომ გააკეთოს და მე თვითონ უკვე ამაზე მუშაობ. ერთმანეთს ვამეცადინებდით, ეგრე შეიძლება ჩაითვალოთ. როდესაც სცენაზე გადიხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი არა რაღაც როლს თამაშობს, როგორ გარემოში ხარ და ბავშვები ერთმანეთს არაჩვეულებრივ გარემოს უქმნიდნენ და ძალიან სასიხარულო არის. ჩაიკოვსკის წელიწადის დროებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა. კონცერტის მეორე განყოფილება კი თავად ვალერიან შიუკაშვილმა ითავა მოდესტ მუსორგსკის სურათებით გამოფენიდან. ჩაიკოვსკისა და მუსორგსკის თანხვედრა ხელოვანმა ოსტატურად მოახერხა და ნაწარმოებების ჟღერადობა გააერთიანა. მე რო ალბათ დამეკრა სოლო კონცერტი. ალბათ ესეთ პროგრამას დაუკრავდი მუსორგსკისთან ერთად, აი რა შეიძლება. პროექტმა საბოლოოდ მთავარი მიზანი შეასრულა. გარდა იმისა, რომ მაყურებლის სმენა დაატკბო, პატარა პიანისტების დიდ გამოცდილებაშიც ჩაიწერა.
დღევანდელ კონცერტში გამოჩნდა უკვე ის ერთიანობა, რაც ჩვენ 12-მა ბავშვმა მოახერხეთ და გავაერთიანეთ ჩაიკოვსკის წელიწადის დრონი. თავარი იდეა არის, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს როგორც პიანისტი. ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ იმისი, რაც არის ქართული საფორტეპიანო სკოლა. საღამო მაყურებლის აპლოდისმენტებმა შეაჯერა, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია, რადგან ღონისძიება მალე ახალ ტალანტებს მოუყრის თავს.